თქვენთან ოლექსანდრ ლიჩაკია. დღეს ორშაბათი, 16 დეკემბერია. მინდა დავიწყო მადლობით ქართული ხალხის მიმართ უკრაინის ასეთი გასაოცარი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მივიჩნევთ ამ მხარდაჭერას, რადგან ეს ტკივილი, რაც ახლა ვატარებთ, ძალიან რთულია გადმოვცეთ და თქვენ იცით, რაზე ვსაუბრობთ. ჩვენ უკრაინელები ვუჭერთ მხარს ქართული ხალხის ბრძოლას თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის. სწორედ ამიტომ მინდა გთავაზოთ მონაწილეობა მიიღოთ ადამიანის ბედის გათავისუფლების პროექტში. ამის შესახებ უფრო დეტალურად ვიდეოს ბოლოს. ყველაზე საინტერესო სწორედ ბოლოსაა, გთხოვთ უყუროთ ვიდეოს ბოლომდე, აში არც ერთ ომში არ მონაწილეობს და არც ერთ სამხედრო კონფლიქტში და აქ გარკვეული პარადოქსი არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებსა და დიქტატურებს შორის. აში ყოველთვის იყო სამხედრო კონფლიქტების მთავარი ფაქტორი. ახლა კი არც ერთ ასეთ კონფლიქტში მონაწილეობს, ფაქტობრივად, მათ დაბრუნდა პოლიტიკური იზოლაციონიზმის ეპოქაში. ისინი ეხმარებიან სხვებს, მაგრამ არ იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი ჯარების მონაწილეობაზე, ფაქტობრივად იცავენ თავიანთ მოკავშირეებს, მხოლოდ საკუთარი ავტორიტეტის ძალით, რაც ყოველთვის არ მუშაობს, და ჩვენ კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ყოველთვის იყო ასეთი მიდგომის მხარდამჭერი, როგორც ჩანს, ბაიდენის მემკვიდრეა და ისეც გააკეთებს ყველაფერს, რომ აშშ-ის სამხედროები არ მონაწილეობდნენ არც ერთ კონფლიქტში. ბაიდენი მიიჩნევს, რომ თითოეული ამერიკელი უბრალოდ არ უნდა იყოს ომში მონაწილე და ამერიკული ჯარები არ უნდა იყვნენ უცხო ტერიტორიებზე. ეს მისი პოლიტიკური კრედოა, რომელსაც ის მრავალი წლის განმავლობაში აჩვენებდა. ტრამპის განსხვავებული კრედოა, რომ აშშ არ უნდა ერეოდეს სხვადასხვა სიტუაციებში. პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს გააკეთებს, რომ აშშ არ იყოს ომის მონაწილე. მათ ელოდნენ, რომ ეს იმუშავებს მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი რუზველტი ერთდროულად ატარებდა როგორც ტრამპის, ისე ბაიდენის კონცეფციას. ეს იყო კლასიკური ამერიკული იზოლაციონიზმის კონცეფცია, მაგრამ არსებობს რეალობა და მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის მიერ აშშ-ზე ომის გამოცხადება, იაპონიას მიერ პერლ-ჰარბერზე თავდასხმა აიძულა აშშ, რომ ისინი ერთგვარად გარედან დააკავებინეს. რაც მათ არ სურდათ, რაც ჩემი აზრით, პრეზიდენტის გარედან, ამერიკული საზოგადოების სურვილზე იყო, რომ ქვეყანა მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, რაც ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რა იქნება ამერიკასთან, რაც მთავარია, რა იქნება ამერიკასთან, რადგან აშშ-ის სათავეში არის პრეზიდენტი იზოლაციონიზმი, უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ არ ვართ დამოკიდებულნი ტრამპზე და ამერიკულ ხალხზე. იქნება თუ არა აშშ მესამე მსოფლიო ომის მონაწილე, რაც უკვე 10 წელია მიმდინარეობს ევროპაში. მაშინ ყველაფერი ასე დაიწყო. როდესაც ჰიტლერი ოკუპირებდა ავსტრიას, საფრანგეთს და ამას მაშინ ჯერ კიდევ არ უწოდებდნენ მეორე მსოფლიო ომს, მაგრამ ეს უკვე იყო მეორე მსოფლიო ომი. არსებობს აგრესორი რუსეთი და ეს არის დიქტატურები, ხოლო დემოკრატია, როგორიცაა უკრაინაში, ევროპაში, აშშ-ში. ევროპის მოსახლეობა, ასევე აშშ, ეშინია რუსეთის დიქტატურის და დემოკრატიის ნაცვლად არჩევენ საკუთარ დიქტატურას და რადიკალებს, რადგან ისინი უფრო დიდ ძალას და უფრო ეფექტურად შეძლებენ რეაგირებას გამოწვევებზე. ეს უბრალოდ მასების ფსიქოლოგიაა, არც მეტი, არც ნაკლები. აშშ-ის დაცვა უწევს, ამიტომ თუნდაც ტრამპი, თუ იგრძნობს გარკვეულ საფრთხეს აშშ-ისთვის, იქნება საკმაოდ მტკიცე, რადგან უნდა დაამტკიცოს აშშ-ის ავტორიტეტი და თავისი საკუთარი ავტორიტეტი. ამის შესახებ ჩემში არავითარი ეჭვი არ არის. და მაშინ დაიწყება დიდი ომი, მიუხედავად ნებისმიერი პრეზიდენტის სურვილის. მე არ ვგარანტირებ, რომ ასე იქნება, ნამდვილად ძალიან მსურს, რომ ასე არ მოხდეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ რეაგირებს რეალურად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი და სათხედავენ იმ წითელ ხაზს, რომლის შემდეგაც უკვე უნდა იმოქმედონ უფრო მკაფიოდ სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით. რომ დაესხან ევროპას, რომ დაარტყონ ბირთვული იარაღით. ღმერთმა დაგვიფაროს, ბოლო გასროლებმა ვარჯიშზე აჩვენა, რომ ისინი ამის გაკეთებას ვერ ახერხებენ და მათი ბირთვული პროგრამა, რომელიც სრგში იქნებოდა და მუშაობდა მხოლოდ უკრაინელი განვითარების და ინჟინრების და ების წყალობით, უკვე 10 წელია არ ამუშავდება, ამიტომ ძალას მათ ვერანაირად ვერ აჩვენებენ, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია. შესაბამისად, ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა მისი ხელების გათავისუფლებას ნიშნავს, რომ საბოლოოდ გააკონტროლოს პოსტსაბჭოთა სივრცე, თუ ის გააუქმებს ბაიდენის უფლებას, დაარტყას რუსეთში ამერიკული შორი მანძილის იარაღით. რამდენად სი ძინპინი მიიჩნევს, რომ ტრამპის პრეზიდენტობა ქმნის პირობებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენის გაძლიერებისთვის ტაივანზე.
ტაივანზე ეს ძალიან კარგი კითხვა არის, ჩვენ არ ვიცით მათი პასუხები, რადგან ახლა ხან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და შესაბამის ცენტრალურ კომიტეტებში ჩინეთში მუშაობენ ამ სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც აშლის წინააღმდეგ არის და შეიძლება ძალიან სერიოზულად შეცდნენ, როგორც ჩვენ ვიცით, რომ პუტინმა უკრაინასთან დაკავშირებით სერიოზულად შეცდა, სტრატეგიულად შეცდა. მას თავიდანვე ნატოზე უნდა დაეწყო შეტევა, მაგრამ არა უკრაინაზე, რომელიც უკვე 8 წელია ომობს და აქვს საზოგადოება, რომელმაც განიცადა შიმშილობა და კომუნისტური რეპრესიები, როგორც არავინ სხვამ და სიძულვილითაა გამსჭვალული რუსების მიმართ. იცნობს მათ მეთოდებს და ამავდროულად ევროპაში ტერიტორიულად და მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი ქვეყანაა. აშლის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის დისტანციური იარაღით რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმაზე ნებართვა არაოფიციალურად დაადასტურეს. რუსული სახელმწიფო ტელევიზიის პროპაგანდისტმა ასე დაემთხვა, რომ ბალტიის ზღვის ფსკერზე ფინეთსა და გერმანიას შორის საკომუნიკაციო კაბელი გადაიჭრა. ვინ გააკეთა ეს? უცნობია. ეს თქვა ამ გუშინეიც რუსეთმა აგრესიის აქტები განახორციელა ერთდროულად ნატოს 4 წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსებმა ამ ქვეყნების საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას შეუტიეს და 2 წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელი დააზიანეს. ჩვენი პარტნიორები რომ არ შიშობდნენ მოვლენების საკუთარი სახელებით აღწერას, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უნდა დაედგინათ, რომ რუსეთმა აგრესიის აქტები განახორციელა. თუმცა ცხადია, ისინი ამას არ იტყვიან, ისევე როგორც არ თქვეს, როდესაც რუსული რაკეტები პოლონეთს ან რუმინეთს მოხვდა, რადგან მაშინ ნატოს მიერ 5 მუხლი ამოქმედებოდა და მათ ეს ძალიან არ სურთ უახლოეს დღეებში, კვირებში, თვეებსა და წლებშიც კი. შოლცო, იქნებ პუტინს კიდევ ერთხელ დაურეკო, რომ შენზე არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპაშიც იცინონ, ევროპა არ იყო და არც ახლა ომისთვის მზად. ჯარები ძალიან ცოტაა, იმ არ არის მხოლოდ 30 გადაეცა უკრაინას, რაც დაჰპირდნენ საწყობები ცარიელია. ევროპა არ ემზადებოდა რუსეთის ომისთვის, მაშინ როცა რუსეთი თავისი დამოუკიდებლობის დღიდანვე ემზადებოდა მესამე მსოფლიო ომისთვის. სანამ ისინი ევროპასთან ვაჭრობას, ნარკოტიკებით ვაჭრობით, რეკეტით და ბიზნეს აგენტების მეშვეობით ფულის კეთებას აგრძელებენ, მათ ექნებათ რესურსები, რათა პოლიტიკა მოისყიდონ და პროპაგანდა გაავრცელონ მოსახლეობაზე. მხოლოდ დანია ეფექტურად იცავს თავის მოსახლეობას პროპაგანდისგან. გერმანია და საფრანგეთი კი, როგორც ჩანს, ვერც ხედავენ, როგორ მანიპულირებენ მათ მოსახლეობას. ამას არჩევნები ადასტურებს. პუტინს უკრაინის დაპყრობა 3 დღეში სურდა. პუტინმა არასწორად გათვალა მას 2022 წლის 24 თებერვალს ბალტიისპირეთს, ლიტვას და პოლონეთს უნდა დასხმოდა თავს. ევროპა ომისთვის მზად არ იყო. ჰიტლერმა უკრაინაში მოიტეხა კბილები. პუტინი ჩათრეულია მრავალწლიანი ომში, რომელმაც რუსეთს მილიონობით ჯარისკაცი სიცოცხლე დაუჯდა, რომლებიც უკრაინის ჯარმა ამ 10 წლის განმავლობაში გაანადგურა. უკრაინელებმა 700,000 რუსი გაანადგურეს ბოლო 3 წლის მასშტაბური ომის განმავლობაში. რუსეთში კი პროტესტიც კი არ არის. იცით რატომ? 75 მხარს უჭერს ომს. რუსეთი ესაა პატარა პუტინების ქვეყანა, მოსახლეობა ქმნის სახელმწიფო პოლიტიკას.